ძვირფასო სანტა, ძალიან მოწყენილი ვარ. ძალიან მინდა ლამაზი ახალი წელი მქონდეს. ბევრი ტკბილეული, ლამაზი სათამაშოები, ბევრი საჭმელი. ჩემ ძამეკოსაც ასე უნდა. მქონდეს ნაძვის ხეც. გთხოვ სანტა, დამიაყენე ლამაზი ახალი წელი. ჯადოსნური, ბევრს აღარ გთხოვ. შენ იცი ბავშვებს რაც გვახარებს. გთხოვ სანტა, ძალიან მინდა სკოლის ჩანთაც და წიგნებიც გაგვახარე სანტა ნინო. ეს ნინოს საახალწლო სურვილია. ეს კი გიორგისი. ოლის ბაბუა საჩუქარს გთხოვ ჩემ პატარა ძმისთვის 4 წლის ნიკოლოზ შევჩენკოსთვის მისი სურვილია ჰქონდეს სათამაშო მანქანა და შოკოლადები. მადლობას გიხდი წინასწარ. საახალწლოდ მსგავსი შინაარსის წერილი სოციალურად დაუცველმა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლ მომავლის გზაში მცხოვრებმა 150-მა ბავშვმა დაწერა. ძალიან მინდა ლამაზი ახალი წელი. შოკოლადებია, შეგროვებულმა წერილებმა თავი ერთ სოციალურ პროექტში მოიყარა. გახდის სეკრეტ სანტა, ბაქსუდის მოხალისეთა კლუბის კეთილი წამოწყება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას აძლევდა საახალწლოდ სანტას როლი მოერგო და ბავშვების სურვილები აესრულებინა. როდესაც დავიწყეთ ამ აქციაზე მუშაობა უკვე 9 დეკემბრიდან, გამოგვეხმაურა აფონდის დირექტორი ბატონი დავით კინწურაშვილი და გვითხრა რომ ასასრულებელი იყო ამ ბავშვების სურვილები და მათ გავერთიანებულიყავით და ერთობლივი აქცია შეგვეთავაზებინა მოსახლეობისთვის. ფონდში ზოგადად რეგისტრირებული არის 150-მდე ოჯახი, რომლებიც რეგისტრირებულები არიან აქ და ეს ფონდი უწევს მათ მზრუნველობას და ამ შემთხვევაში ჩვენც შევარჩიეთ ეს ოჯახები და ამ 150 ადამიანზე გადავწყვიტეთ შეგვეჩერებინა ჩვენი არჩევანი. მას შემდეგ რაც ყველამ საკუთარი სურვილი დაწერა, ბავშვების წერილების სოციალურ ქსელში განთავსდა და სანტას გამოჩენას დაელოდნენ. გამოხმაურება იყო საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 90%-ს ბავშვებისაც ეწერა, რომ უნდა ტკბილეულობა, შოკოლადები, ქურთუკი და მსგავსი რაღაცეები, რამაც რა თქმა უნდა ააჩუყა ჩვენი მოსახლეობის გული და ძალიან ბევრ ბავშვს აუსრულდა სწორედ ამიტომ სურვილები. წერილების ატვირთვიდან რამდენიმე საათში კი ასე მოხდა. სურვილის არჩევის შემდეგ წერილის ადრესატი კომენტარის ველში უთითებდა, რომ ის ამ კონკრეტული ბავშვის საიდუმლო სანტა გახდებოდა და მისთვის საახალწლოდ საჩუქარს გააკეთებდა. საჩუქართან ერთად გადაღებულ ფოტოს ჰაშთაგით გახდი საიდუმლო სანტა სოციალურ ქსელში ტვირთავდა და საქველმოქმედო პროექტში ჩასართავად საკუთარ მეგობრებს იწვევდა. მას შემდეგ, რაც ყველა სურვილის ამსრულებელი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, საჩუქრებით დატვირთული ელფები მომავლის გზისკენ დაირაზმნენ. შევარჩიეთ გიორგი ნოზაძე, 10 წლის ბავშვი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ თოვლის ბაბუას მისთვის ტელევიზორი მოეტანა. მე გადავწყვიტე, რომ გავხდარიყავი მარიამ კუპრეიშვილის სანტა, რადგან მისი წერილი ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალიან ამიჩუყა გული, რადგან მას უნდოდა, რომ საჩუქრად მიიღო სანათი, ეგრეთ წოდებული ნაჩნიკი, რომელიც ჭირდებოდა იმისთვის, რომ სწავლის დროს განათება არ ყოფილა. ყოველ წერილი წავიკითხე, რაც იყო და თითქმის ყველა ძალიან მომეწონა. მაგრამ განსაკუთრებულად შემიყურა დღე მიიქცია იმ წერილმა, სადაც 10 წლის გოგონა ითხოვდა სასკოლო ნივთებს და წიგნებს. მე გავხდი ორი პატარა დაიკო სანტა და ვაჩუქე თუთიყუში და 2 წელი თოჯინა და გამოვწვია ნანუკა. მე გავხდი პატარა ნიკოლოზის საიდუმლო სანტა, ვაჩუქე სათამაშო მანქანა და შოკოლადები და გამოვიწვიე თიკა. მე გავხდი მეგის უხიტაშვილის და მისი ძმის სეკრეტ სანტა, ვაჩუქე მათ ბარბის თოჯინა მეგის მის ძმას სათამაშო მანქანა და ასევე ტკბილეულები და მე თვითონაც გამოვიწვია ჩემი ერთ-ერთი მეგობარი. ერთი პატარა ოთახი სულ რამდენიმე დღეში ტკბილეული, თუთიყუშებით, ბურთებით, სამოსითა და სათამაშოებით ავისო. ამირან ჯაშიაშვილი მოვიდა ჩვენთან. აპლოდისმენტები! საიდუმლო სანტებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ყველაზე საინტერესო, ბედნიერი და ემოციური საჩუქრების გადაცემის დღე აღმოჩნდა. პროექტის იდეიდან გამომდინარე, საიდუმლო სანტების ვინაობა ბავშვებისთვის საიდუმლო დარჩა. საჩუქრებით გახარებულ ბავშვებს და მათ გაბრწყინებულ თვალებს სურვილის ამსრულებლები თვალს შორიდან ადევნებდნენ. მე
მე მინდოდა თბილის სპორტულები და წელსაც მე ძალიან მინდოდა რომ მქონდა როლიკები და ეს როლი ამის როლზე და ძალიან გამიხარდა. ახალი წელი ხომ სწორედ ის განსაკუთრებული დღეა, რომელსაც ყველა მოუთმევადველი. ეს ის დღეა, რომელიც მყუდრო და სასიამოვნო გარემოში უნდა გავატაროთ, ბევრი სიხარულის, დადებითი ემოციებისა და რა თქმა უნდა, საჩუქრების თანხლებით. გახდი საიდუმლო სანტა, ამ ჯადოსნური გამოწვევისა და კეთილი ადამიანების წყალობით 150 ბავშვისთვის 2017 წელი სურვილების ასრულებითი წელი.